მოგესალმებით, თითოეულ თქვენთაგანს. გაგეცნობთ, მე ვარ კატო. დღეს მინდა გავაკეთო გაშლა თქვენთვის. წასულ პარტნიორს სურს თუ არა თქვენთან დაბრუნება. ნახოთ, ვინ მოვიდა სასაუბროდ პირველ რიგში, ვინ არის ეს ადამიანი. ადამიანი, რომელიცაც შეეშინდა ურთიერთობის, შეეშინდა პასუხისმგებლობის აღების ადამიანს, რომელსაც ბოლომდე არ ჰქონდა გაცნობიერებული, რასთან ჰქონდა კავშირი, რა შეეჭიდა, ესე რომ ვთქვათ, ბოლომდე არ იყო ჩამოყალიბებული შეიძლება თავის გრძნობებთან მიმართებაში, ან უბრალოდ გრძნობებთან არა. ადამიანი, რომელიცაც არ ჰქონდა, ესე ვთქვათ, მიწა ფეხქვეშ, არ ჰქონდა საყრდენი, თქვათ, მატერიალური პრობლემები ჰქონდა, ვინმეზე იყო დამოკიდებული და შესაბამისად შეეშინდა, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობის აღების, ურთიერთობის სხვა ეტაპზე გადაყვანის და აქედან გამომდინარე მოხდა ის, რომ ის გავიდა ურთიერთობიდან, ხო? ადამიანი, რომელსაც შეიძლება ითქვას, რომ მე ვერ ვიტყვი, რომ თვითონ ძალიან დიდი სურვილი ჰქონდა აქ ურთიერთობიდან გასვლის, მაგრამ მოუწია გასვლა. სხვა გზა არ ჰქონდა. ნახოთ, სურს თუ არა ამ ადამიანს თქვენთან დაბრუნება. სურს თუ არა დაბრუნება თქვენთან. კი, მას სურს დაბრუნება, მას უნდა რომ დაიბრუნოს ის ძალაუფლება, ის ენერგიები, რომელსაც თქვენგან იღებდა, მას სურს რომ თქვენთან კომუნიკაციაში შემოვიდეს ისევე. მიიღოს ყველა ის რესურსი, რასაც აძლევდით აქამდე, ხო? აქ უკვე ურთიერთგაცვლითი მდგომარეობა. შეიძლება ადამიანი უბრალოდ რაღაცა დადგა მყარად, ხო? ან რაღაც უბრალოდ შეძლო სიტუაციურად გადახარშვა იმისაც, რომ თქვენს გარეშე მას არ სურს ყოფნა. თუმცა ჯერ კიდევ ფიქრობს ამასთან მიმართებაში, ჯერ კიდევ არ აქვს საშუალება იმის, რომ იმოქმედოს. თუმცა სურვილი აქვს, მოდით ნახოთ, რატომ ვერ მოქმედებს. თუ სურვილი აქვს, რატომ ვერ მოქმედებს. რა არის მიზეზი? მიზეზი აქვს ის, რომ შესაძლებელია აქ ადამიანი ფიქრობს იმას, რომ თქვენ მას აღარ ელოდებით, თქვენ გზაზე გახვედით, თქვენ სხვა ურთიერთობაში გადახვედით, თქვენ სხვა არჩევანი გააკეთეთ, შესაძლებელია ადამიანი ფიქრობს, რომ თქვენ უკვე ოჯახით შექმნით, გყავთ პარტნიორი, რაღაც სხვა ურთიერთობები, რომელშიც ძალიან კარგადაც გრძნობთ თავს და აქედან გამომდინარე ადამიანი არ მოქმედებს, ხო? აქვს სურვილი თქვენთან დაბრუნების, თუმცა აი იქიდან გამომდინარე, რომ თქვენ უკვე შესაძლებელია რომ სხვა ყავდეთ, ადამიანი ვერ იღებს გადაწყვეტილებას, რომ თქვენთან კომუნიკაციაზე გამოვიდეს. დროებით